მოგიდგენთ მერვე დავალებას. მერვე დავალების საკითხები გამომდინარეობს მეშვიდე დავალებიდან, სადაც თქვენ უნდა წაგეკითხათ მასალა. თუ არ გახსოვთ კარგად მასალა, ჯობია ჯერ კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ, ან ორჯერ და შემდგომ დაუბრუნდეთ მერვე დავალების შესრულებას, რომ ნაკლები შეცდომები დაუშვათ. დავიწყოთ. პირველი საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომლის პირობითი ნიშანია წარმოდგენილი ეკრანზე? A. ხიდის, B. გზის, G. დასახლებული პუნქტის, D. ხრამის. სწორი პასუხი მონიშნეთ პირველი საკითხის გასწვრივ. მეორე საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომლის პირობითი ნიშანია წარმოდგენილი ეკრანზე? A. ხიდის, B. გზის, G. დასახლებული პუნქტის, D. ხრამის. სწორი პასუხი მონიშნეთ მეორე საკითხის გასწვრივ. მესამე საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომლის პირობითი ნიშანია წარმოდგენილი ეკრანზე? A. ხიდის, B. გზის, G. დასახლებული პუნქტის, D. ხრამის. სწორი პასუხი მონიშნეთ მესამე საკითხის გასწვრივ. მეოთხე საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომლის პირობითი ნიშანია წარმოდგენილი ეკრანზე? A. ხიდის, B. გზის, G. დასახლებული პუნქტის, D. ხრამის. სწორი პასუხი მონიშნეთ მეოთხე საკითხის გასწვრივ. მეხუთე საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომლის პირობითი ნიშანია წარმოდგენილი ეკრანზე? A. ფოთლოვანი ტყე, B. წიწვიანი ტყე, G. შერეული ტყე. სწორი პასუხი მონიშნეთ მეხუთე საკითხის გასწვრივ. მეექვსე საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომლის პირობითი ნიშანია წარმოდგენილი ეკრანზე? A. ფოთლოვანი ტყის, B. წიწვიანი ტყის, G. შერეული ტყის. სწორი პასუხი მონიშნეთ მეექვსე საკითხის გასწვრივ. მეშვიდე საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომლის პირობითი ნიშანია წარმოდგენილი ეკრანზე? A. ფოთლოვანი ტყის, B. წიწვოვანი ტყის, G. შერეული ტყის. სწორი პასუხი მონიშნეთ მეშვიდე საკითხის გასწვრივ. მერვე საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომლის პირობითი ნიშანია წარმოდგენილი ეკრანზე? A. ხეხილის ბაღი, B. მდელო, G. გაჩეხილი ტყე, D. ჭაობი. სწორი პასუხი მონიშნეთ მერვე საკითხის გასწვრივ. მეცხრე საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომლის პირობითი ნიშანია წარმოდგენილი ეკრანზე? A. ხეხილის ბაღი, B. მდელო, G. გაჩეხილი ტყე, D. ჭაობი. სწორი პასუხი მონიშნეთ მეცხრე საკითხის გასწვრივ. მეათე საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომლის პირობითი ნიშანია წარმოდგენილი ეკრანზე? A. ხეხილის ბაღი, B. მდელო, G. გაჩეხილი ტყე, D. ჭაობი. სწორი პასუხი მონიშნეთ მეათე საკითხის გასწვრივ.
მე-11 საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომლის პირობითი ნიშანია წარმოდგენილი ეკრანზე? A. ხეხილის ბაღი, B. მდელო, G. გაჩეხილი ტყე, D. ჭაობი. სწორი პასუხი მონიშნეთ მე-11 საკითხის გასწვრივ. მე-12 საკითხი. ჩამოთვლილთაგან რომელია გეგმის მარცხენა ნაწილი? A. აღმოსავლეთი, B. დასავლეთი, G. ჩრდილოეთი, D. სამხრეთი. სწორი პასუხი მონიშნეთ მე-12 საკითხის გასწვრივ. მე-13 საკითხი. გეგმაზე ობიექტები გამოისახება. A. ტოპოგრაფიული ნიშნების საშუალებით, B. ატლასზე ნაჩვენები ნიშნების საშუალებით, G. რუკაზე ნაჩვენები ნიშნების საშუალებით, D. გლობუსზე ნაჩვენები ნიშნების საშუალებით. სწორი პასუხი მონიშნეთ მე-13 საკითხის გასწვრივ. მე-14 საკითხი. ექსპედიცია ეს არის A. ადამიანთა გამგზავრება ახალი სამყაროს აღმოჩენის მიზნით, B. ადამიანთა გამგზავრება გათხრების წარმოების მიზნით, G. ადამიანთა გამგზავრება ახალი ისტორიული ფაქტების აღმოჩენის მიზნით, D. ადამიანთა გამგზავრება რაიმე მიზნით. სწორი პასუხი მონიშნეთ მე-14 საკითხის გასწვრივ. მე-15 საკითხი. სადაური იყო მარკო პოლო? A. ფრანგი, B. ბრიტანელი, G. იტალიელი, D. ესპანელი, E. ეგვიპტელი. ანუ უფრო სწორად იქნებოდა დასმული კითხვა, ვინ იყო მარკო პოლო? რა ეროვნების იყო მარკო პოლო? აი ასე. სწორი პასუხი მონიშნეთ მე-15 საკითხის გასწვრივ. მე-16 საკითხი. სად გაემგზავრა მარკო პოლო მამასთან და ბიძასთან ერთად? A. ინდოეთში, B. ჩინეთში, G. იაპონიაში, D. არაბეთში. სწორი პასუხი მონიშნეთ მე-16 საკითხის გასწვრივ. და ბოლო მე-17 საკითხი. რამდენი წლის იყო მარკო პოლო, როდესაც მამასთან და ბიძასთან ერთად გაემგზავრა? A. 15 წლის, B. 16 წლის, G. 17 წლის, D. 18 წლის. სწორი პასუხი მონიშნეთ მე-17 საკითხის გასწვრივ. თქვენ ქვემოთ წარმოდგენილი გაქვთ ეს საკითხები და იქ მითითებული არის ესეთი კვადრატები, სადაც ჩააწყაბებთ და მონიშნავთ სწორ პასუხებს. წარმატებებს გისურვებთ. ველოდები სწორი პასუხებით შესრულებულ დავალებებს. ნახვამდის.